ჩემი პირადი არაფერი მამოძრავებს, მე მინდა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ჩემს მშობლიურ ერს, ასევე სხვა ერებსაც მინდა, რომ ჰყავდეს წმინდა იერარქია, წმინდა ეკლესია. იმიტომ რომ ეკლესია არის ხომალდი ჩვენი სულების გადასარჩენია საშუალება. Ამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორი ეკლესია ექნება ერს. Ამიტომ აი ეს სასჯელები, აი ეს ეპიდემიები, ეს განსაცდელები, რომელიც სამწუხაროდ კიდევ უფრო გაღრმავდება, უნდა გავაცნობიეროთ და ეს არ არის შემთხვევით, ეს არის დაშვებული ღვთისაგან სწორედაც იმის გამო, რომ აი ერი არ არის სულიერად, ასე ვთქვათ, სათანადოდ მომზადებული და არასწორი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს თუ ვინმე ცხოვრობს ეკლესიურად. ამდენად ეს პატარა ქადაგება, პატარა მომართვა სურს დავასრულო ჩვენი მიცვალებულების მოხსენიებით, ჩვენი იმ ახალ გარდაცვალებულებისაც მოხსენიებით, ვინც აი ამ დღეებში და შეიძლება ითქვას ყოველ საათს, ყოველ წუთსაც შეიძლება სოფლის სხვა ქვეყნიდან გადის იმ ქვეყნად და რაღაც საოცარ განსაცდელში ჩავარდა კაცობრიობა. თითქოს და ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, მაგრამ როგორ არის, იცით, აი უფალი ითმენს და რაღაც ერთ დღეს შემდეგ თავის რისხვას ესე ამოაფრქვევს ხოლმე. ამდენად ჩვენ ვალდებული ვართ გავიცნოთ ეკლესიის წმინდა მოძღვრებას, აი წმინდა წიგნები წავიკითხოთ, გავაცნობიეროთ, წმინდა მამათა ქადაგებებს უსმინოთ. არა რაღაც თანამედროვე ყალბიწმინდანების გავრცელებულ რაღაც სრულ ისტორიებსა და ლეგენდებს, არამედ აი ნამდვილი წმინდა კლასიკოსი მამების სწავლებებს ჩაუღრმავდეთ და პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდისათვის და იქ წმინდა მამებთან ვიპოვით ჩვენ სწავლებას, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ. და მე მოუწოდებ ყველას მორწმუნე ადამიანს, თუნდაც ურწმუნოსა და არაეკლესიურს, რომ მოთხოვონ თავიანთ სულიერ მამებს, სულიერმა მამებმა, მოძღვრებმა, მოთხოვონ თავიანთ მღვდელმთავრებს, ეპისკოპოსებს, რათა ეპისკოპოსებმა მოთხოვონ წინამძღვარს, რომ ესე იგი აი ეს სამარცხვინო ისტორია, რაც დატრიალდა საქართველოში და საქართველოს ეკლესიაში, აღმოიფხვრას ერთხელ და სამუდამოდ, რომ გაირკვეს ეს საკითხი, ტყუან მართალი და თუ სამწუხაროდ სიმართლე აღმოჩნდა ის რაშიც მიტროპოლიტმა პეტრემ პირდაპირ ბრალი დადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მაშინ კათოლიკოს პატრიარქი ერმა დაუყოვნებლივ უნდა გადააყენოს იმ წმინდა ადგილიდან, წმინდა ტახტიდან, რომელზეც ის 42 წლის განმავლობაში ზის. აი ეს არის გამოსავალი. სხვა შემთხვევაში ქართველ ერს ელოდება უფრო მეტად დიდი რისხვა, დიდი განსაცდელები, თუ არა და აგერ როგორც იტყვიან, აგერ თქვენ და აგერ მე.